რუმინეთის პრეზიდენტმა მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ახალი პროევროპული კოალიციური ხელისუფლების მეთაურად დანიშნა. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის დასრულებას შეუწყობს ხელს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოჰყვა. პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ახალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხი მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ მარჩელ ჩოლაკუს მიანდო. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ. Coaliția pro-europeană გადამწყვეტე მივიღო პროევროპული კოალიციის მიერ შემოთავაზებული კანდიდატი. შესაბამისად პრემიერ-მინისტრის პოსტზე მარჩელ ჩოლაკუს ვნიშნავ. ამავდროულად მსურს ვუსურვო წარმატებები ახალ კოალიციას, პროევროპულ, პრორუმინულ ერთობას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა გააგრძელოს რუმინეთის სწორი მიმართულებით სულა. ჩოლაკუ, რომლის პარტიამაც დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა, პრემიერ-მინისტრის პოსტს 2023 წლის ივნისიდან მოყოლებული იკავებს. ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართა, რომლის პირველ ტურშიც 62 წლის მემარჯვენე პოლიტიკოსმა კალინ გეორგესკუ მოულოდნელად გაიმარჯვა. პრეზიდენტი კლაუს იოჰანისის მიერ გასაჯაროებული სადაზვერვო ცნობების თანახმად, კრემლმა სოციალურ მედია პლატფორმა TikTok-ზე ათასობით ანგარიში გამოიყენა კალინ გეორგესკუს კანდიდატურის პოპულარიზაციისთვის. შედეგად რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. თქვენს მიერ მონიჭებული მანდატი ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ ვისწავლეთ წარსული შეცდომებიდან. ვიმედოვნებ, რომ კოალიციაში კოლეგებთან ერთად ვიპოვით საუკეთესო გზებს იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ვიცი, რომ ეს ადვილი გასაკეთებელი არ იქნება. აუცილებელია ამ ხელისუფლებამ აღადგინოს ინვესტორების ნდობა და უზრუნველყოს სანდო კლიმატი ბიზნესის წარმოებისთვის. pentru mediul de afaceri. ახალი კოალიცია სამ სოციალ-დემოკრატიულ, ეროვნულ, ლიბერალურ და მცირე ეთნიკურ უნგრულ პარტიას მოიცავს. სამივე დაჯგუფება ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საერთო პროევროპულ კანდიდატზე შეთანხმდა, თუმცა ამ დროისთვის საარჩევნო დღის ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირსა და ნატოსადმი კრიტიკულად განწყობილი, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ძალების ჩასახშობად გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯია.